და საზოგადოებას უთხრა, რომ არის რაღაც ვარიანტები მუშავდება საკონსტიტუციო ცვლილების, რომელშიც უნდათ შემოაპარონ, რომ მეორე მისამართად დაფიქსირდეს თბილისი, რაც ფაქტიურად ეხლა უნდა ნიშნავდეს იმას და ეჯი არ მეբარება, რომ ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად ქუთაისის პარლამენტის შენობას დაადებენ დიდ ბოკლომს და თუ კონსტიტუცია მისცემს პარლამენტარებს საშუალებას იმისას, რომ აღარ ჩამოვიდნენ ქუთაისში და სხდომები გამართონ ქუთაისში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქალაქი თბილისი დარჩება სხდომების და ასევე შესაბამისად საპარლამენტო ქალაქად. მხოლოდ ქაღალდზე კონსტიტუციაში იქნება შენარჩუნება ქუთაისის საპარლამენტო მეორე ქალაქად, მაგრამ პრაქტიკულად ამას განხორციელება არ მოხდება. მე მინდა ვთხოვ ჩვენ სტუმრებს, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა არ მოგერიდოთ, აი თუნდაც თქვენი პიროვნული მატერიალური კეთილდღეობიდან გამომდინარე შეაფასოთ პარლამენტის ქუთაისში ყოფნით გამოწვეული სიკეთეები. ბატონ ლევან, გთხოვთ. მადლობა ბატონო გოჩა, პირველ რიგში მივესალმები რადიო მსმენელებს. მოგიხდით დიდ მადლობას მოწვევისათვის. ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ მიუხედავად იმისა, უკვე რამდენი ხანია ვიხილავთ ამ საკითხს, ეს არასდროს არ დაკარგავს აქტუალობას. რასაც ეხება, რომ ქუთაისში უნდა დარჩეს პარლამენტი. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ძალიან მოკლედ ვიტყვი, მე პირადად როდის ჩავერთი ამ ღონისძიებაში, ანუ რასაც ქვია ვაპიარებ, რომ უნდა დაშირებით, მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვირეკავდა თქვენ გვერდზე ვარ, ეს რჩებოდა მხოლოდ დარეკილად, მხოლოდ ტელეფონში ნათქვამი სიტყვებით, მხოლოდ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული აზრით და შემდეგ საქმეზე რომ იდგა უკვე აუდიტორიაში, როდესაც შევიკრიბეთ, სადღაც 15 დაახლოებით 15 ადამიანამდე, ანუ ახალგაზრდის მეტი არ მოსულა და საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია. ამიტომ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის 15 ადამიანი. მღეროდაო ეს სინდრომი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გამოგვიყვება. კი ბატონო, მხოლოდ გულში ღიღინი არაფერს არ მოგვიტანს, როცა საქმე ეხება ქუთაისს. მე პირადად ამ სულისკვეთებით ვარ და ნამდვილად ეხა თუ მე ვარ პირადად ეხა პროფესიით იურისტი და მიმართავ ყველა იურისტს, ვინც ქუთაისში სწავლობდა, ვინც დაამთავრა ქუთაისში და უნდა რომ ქუთაისის განვითარება შეუწყოს ხოლმე და ქუთაისში გააგრძელოს თავის კარიერა. მე პირადად როცა ვამთავრებ და წელს ვამთავრებ, მიჩნდება შტაბისა ფიქრი საწავიდე. ან უნდა წავიდე სასამართლოში, რომელიც ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ არის დიდი, ან უნდა წავიდე სიტუაციაზე სხვა კერძო სტრუქტურაში, რომელიც ასე ძალიან აყვავებული არ არის ქუთაისში. ეხლა პარლამენტის შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ პარლამენტის გადმოტეხა ყველა იურისტი პარლამენტში ვერ დასაქმდება და დავეთანხმები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კონკურსი უნდა ჩატარდეს და ვინც იქნება საუკეთესო დაასაქმონ, მაგრამ პარლამენტის აქ გაჩერებით, გარდა იმისა, რომ პარლამენტში გაჩნდება იგივე ქუთაისლებისთვის დასასაქმებელი ადგილები, ამავდროულად ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ეხლა პარლამენტს გარდა იმისა, რომ თვითონ მთავარის შენობაც აქვს, მას ჭირდება აპარატი, თითოეულ კომიტეტს აპარატი ჭირდება, აპარატს თავის თანამშრომლები ჭირდება, რომელიც აუცილებლად კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და იურისტს, თუ გინდა ეკონომისტს შეუქმნის იმის შტაბ-ერთილებას, რომ აღარ უნდა წავიდეს ის თბილისში და არ უნდა გაიქცეს ეგრეთ არ მომედდება პირდაპირ ვიტყვი ეგრეთ წოდებული თავკომბალა თბილისში, რომელშიც ყველა სამინისტრო თავმოყრილია, მთავრობის სახლი თავმოყრილია და ნამდვილად არ რთული საჭიროდ, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოც იყოს თბილისში. მე პირადად დიდი ასპარეზი მეხსნება პარლამენტის აქ გადმოტანით, არ დავმალავ ადამიანის უფლებათა კომიტეტში ვარ და მაქვს იმის ილუზიაც, რომ შესაძლებელია თუ ქუთაისში დარჩეს პარლამენტი, მე ვიბრძოლებ, რომ აქ დავსაქმდე და ჩემი ენერგია და ჩემი გამოცდილება მოვახმარო ქუთაისს. მიუხედავად ის ვიქნები პარლამენტში, თან მე ბევრ ჟურნალისტს უსწორებ, რომ შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევა, რომ ამბობენ, რომ ჩართვა ქუთაისის პარლამენტთან. პარლამენტი არსებობს ერთი საქართველოს პარლამენტი, არც ქუთაისის საპარლამენტი და არც თბილისის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში იქნება პარლამენტი, ჩემს ენერგიას, ჩემს გამოცდილებას აუცილებლად მოვახმარ და ჩემთვის რა თქმა უნდა, არ მალავ, რომ პირადი ინტერესებიც მაქვს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თქვენ პარლამენტის ქუთაისში არსებობას უკავშირებთ თქვენ პირად კეთილდღეობას. და ამაში დასაძრახი არაფერი არ არის. ნამდვილად თქვენთვის პირადად რა არის პარლამენტის ქუთაისში ყოფნა? რა სიკეთის მომტანია თქვენთვის? მსმენელებს მადლობა მოწვევისათვის ბატონო გოჩა. და ჯერჯერობით ჩვენ პირად ვისაუბრებ, ჩვენთვის რისი მომტანია. პირველ რიგში მე მგონი საქართველოს პარლამენტში სტაჟიორებიდან ამდენი დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი არ ყოფილა და მე მგონი ამაზე ყველაზე კარგად იქაური პერსონალი ისაუბრებს. ეს განაპირობა პირველ რიგში იმან. ხომ ვერ გვეკვით ახლობით რამდენი სტაჟიორი არის დღეს პარლამენტში?
დაახლოებით 124-130-მდე. 130-მდე და ხომ არა გაქვთ თანაფარდობა, რამდენია ქუთაისელი და რამდენია არა ქუთაისელი. მაგრამ ვისთანაც მაქვს ახლა შეხება საკმაოდ დიდი არის პარლამენტი და ძალიან ბევრი ამ სტაჟიორების რაოდენობა, საკმაოდ ბევრი ნაწილი ამათგან არის დასავლეთ საქართველოდან და ეს უპირველეს ყოვლისა გამპირობებული არის. დასამეგრელო და ნაჯარიდან არიან. რა თქმა უნდა, პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით, საქართველოს პარლამენტის, როგორც ლევანმა აღნიშნა, ქუთაისში გადმოტანით. თუნდაც ის რომ ჩაგეჭრებით, ნინო, თუნდაც ის რომ გაიზარდა პარლამენტში სტაჟიორობაზე ხელმისაწვდომობა დასავლეთის რეგიონის ახალგაზრდებისათვის, თუნდაც ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში მათ გააქტიურება შეუწყობს ხელს. ის სტუდენტების ახალგაზრდები, რომლებიც სამუშაოს საძიებლად მიემართებიან თბილისისკენ იმის გამო, რომ რეალურად ქუთაისში დღეს არ არის ასპარეზი იმისა, რომ შენი ნიჭი იქნება ეს თუ განათლება განავითარო და გამოიყენო ეს ისე როგორც შენ გინდა. ანუ ამ ხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რაღაც დოზით შენ ფიქრობ იმაზე, რომ დასაქმდე პარლამენტში, აქ შენს მშობლიურ ქალაქში და არ გახვიდე ქალაქიდან და ის შენი ნინო, კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, აი ესეც საკითხს. მაგალითად, თბილისში რომ ყოფილიყო პარლამენტი, თქვენ იქნებოდით თუ არა თბილისის სტაჟი? არ ვიქნებოდი. ვერ იქნებოდით. გარკვეული ეკონომიკური მოსაზრებების გამო. გარკვეული მიზეზების გამო, ისე როგორც ბევრი სხვა სტაჟიორი და მე ამაში დარწმუნებული ვარ. და თქვენ ქუთაისში პარლამენტის არსებობს, გაგიხსნათ შანსი, ძალიან დიდი ხანია უკვე პარლამენტში არის ეს ინსტიტუტი, სტაჟიორობის ინსტიტუტი და მე მას შემდეგ გადავწყვიტე მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა, რაც მან შეიცვალა ადგილმდებარეობა და გადმოვიდა ქუთაისელი და ანუ დასავლეთელი ახალგაზრდობის შანსები და ხელმისაწვდომობა პოლიტიკაში წასვლისკენ. პოლიტიკაში მოღვაწეობისკენ. რა თქმა უნდა, ამას ისიც ხად ყოფს, რომ თუნდაც ჩვენ აქტიურად ვეხებით სტაჟირების თემას და სტაჟიორების რიცხვი დღეს უფრო მეტია, ვიდრე თბილისში იყო და თვითონ ნაკადიც, რომელიც მიიღეს, აღიარებდნენ და ჩვენ საკმაოდ ისეთი კონკურსი გავიარეთ, ახლა არ დავწრუმლდებით, ყველამ გავიარეთ ეს კონკურსი, როგორიც იყო და როგორი აღფრთოვანებული დარჩენ თვითონ ისინი, რომ მათ ნახეს, რომ ქუთაისში დასავლეთში მაპატიეთა როგორც უწოდებენ რეგიონში ნახეს ესეთი აკადემიური მოსწრების ხო რა თქმა უნდა ადამიანები მათ ჩვენ გასაუბრება ქონდა რა თქმა უნდა გასაუბრება ქონდა ზაფხულში არ შემდეგ როცა პარლამენტმა განაახლას ხდომები მაშინ დაგვიძახეს და იმდენად დასამახსოვრებელი ვიყავით მათით კი მიუხედავად იმისა მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ გასაუბრებაზე ძალიან ბევრი ახსოვდათ სახელით, გვარით და აი ისე რომ გასაუბრებაზე მათ ძალიან ისახელეს თავი ეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქუთაისმა რომ მას ყავს ძლიერი აკადემიური ანუ კარგი ახალგაზრდობა, ნიჭიერი, მაგრამ ფაქტია რომ ისინი ვერ საქმდებიან ვერსად. ნინო, აი თქვენ რას მოუწოდებდით თქვენს თანატოლებს? იმ თანატოლებს, რომლებზედაც უკვე აქ იყო სტუდიაში საუბარი, ეს არის კატეგორია, რომელიც გულში ძალიან უჭერს მხარს პარლამენტის ქუთაისში დატოვებას, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა საჯაროდ ამ მოთხოვნის გამოხატვა ცოტათი ეზარება ურჩევნია საფში თილად იჯდეს. ეს ქუთაისთვის ახალი თემა არ არის, რომ თუნდაც სტუდენტები არ გამოხატავენ თავიანთ აზრს აქტიურად და მათი დამოკიდებულება, როცა ჩვენ სოციალურ ქსელებთ ერთმანეთს ვეხმიანებთ და რაღაც ხდება და აი თქვენი აზრი და თქვენ უნდა დააფიქსოთ ეს აზრი, ჩვენს აზრს რა მნიშვნელობა აქვს? ესეთი დამოკიდებულებაც ბევრს აქვს, თუმცა ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა. ასევე თუნდაც ყოველთვის, როდესაც მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს მეგობრებს ვესაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვცდილობ არგუმენტირებულად დამტკიცო მათ რატო აქვს მნიშვნელობა გამოხატონ თავიანთი აზრი და დამერწმუნეთ რომ აუცილებელია და ეს არ არის მხოლოდ დეპუტატების გადასაწყვეტი და 101 ხმის გადასაწყვეტი არ არის ქუთაისში დარჩება თუ არა პარლამენტი ეს უნდა გადაწყვიტოს საზოგადოებამ და არა მხოლოდ ქუთაისმა ეს საქართველოს უნდა გადაწყვიტოს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია და ჩემი მოწოდება იქნება ახალგაზრდების მიმართ რომ აუცილებლად გააქტიურდნენ აქ არის კიდევ ერთი კითხვა თუნდაც დღეს ერთი ჩემი მეგობარი მეკითხება რა მოუტანა უკვე გადმოტანით პარლამენტმა ქუთაისს. იცით რა, აქ ცოტა უკვე აქ გადმოვიდა, მაგრამ ჯერ არ დამკვიდრებულა აქ პარლამენტი და ესე სათუო როცა არის მდგომარეობა უხერხულია, როცა თქვათ და ვიძახოთ რომ არაფერი არ მოუტანია, ჯერ კიდევ იმასია მსჯელობა ბოლოს დარჩება თუ არა პარლამენტი ქუთაისში და როგორ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ ჯერ რა მოუტანა, მით უმეტეს სულ რაღაც რამდენიმე თვეა რაც ამას და თან აქტიური მსჯელობა იმაზე რომ არ უნდა დარჩეს ამით ყველაფერი ნათელია.
ლევან, აი რა მინდა გითხოთ, გუშინ თქვენ ხომ არესწრებოდით სტუდენტებთან პრეზიდენტის შეხვედრას? სამწუხაროდ ამაგვიანდა და მე აღარ შემიშვი ისტორიით. რა მინდა გითხრათ, ესეთ აი შეიძლება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ბევრს უყვარდეს ან არ უყვარდეს, ბევრს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. პირადად მისაღები იყო თუ არა გუშინდელი მისი გამოსვლის პათოსი, მისი მოთხოვნა რომ და გააქტივება მოწოდება სტუდენტებისადმი, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული ქუთაისელი სტუდენტები ქუთაისში პარლამენტის დატოვის ადვოკატირების კამპანიაში. პირადად თქვენთვის მისაღები იყო თუ არა? რა თქმა უნდა და აქ მინდა ერთი მე ვფიქრობ, რომ აი ქუთაისის სტუდენტებს არც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოწოდეთ ბატონი პრეზიდენტი, შეიძლება არ მოწოდეთ, მაგრამ პრეზიდენტის მოწოდება ქუთაისელ ადამიანს, რომელსაც არის პარლამენტი, არ უნდა გჭირდებოდეს, რომ აი საქართველოს პრეზიდენტი გამოდიოდეს და შენ გეუნებოდეს, რომ გააქტიურდი, რომ დატოვოს ქუთაისში. აი ეს არის მე მგონი არის ქუთაისთვის დამღუპელი და მე პირად ესე უყურებ. და მე ვერ ვიგებ ისეთ ადამიანს და ხშირად კამათი მომდის და არაერთხელ ყოფილა ჩემ თანატოლებში, რომ გაუგებარიაო ჩემთვის ერთ-ერთმა თანატოლებმა მითხრა მეგობარმა, რომ გაუგებარიაო რატო არის ბაასი იმაზეო რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისშიო. ნუ ახლა მე ჩავთვალე რომ იქ უკვე საჭირო აღარ იყო კომენტარის გაკეთება. ხა ქუთაისელი თან ახალგაზრდა, თან სტუდენტი რომ ესეთ რაღაცას მეტყვის რომ რატო უნდა დარჩეს ქუთაისში პარლამენტი, ანუ ეს არის რაღაც იქნება არაინფორმირებულობის ბრალია, იქნება მათთვის არ მიუწოდები არავის ინფორმაცია, არიან ადამიანები მეტნაკლებად ახლა მეტნაკლები ინტელექტის მქონე, მეტნაკლებად ინფორმაციის მიღებისა და ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კრიტიკული აზროვნებით საკუთარი აზრის ჩამოყალიბების რაღაც დეფიციტი არსებობს. ყველა ერთნაირი განვითარებით და ერთნაირი სწრაფი მიმღეობით ინფორმაციისა და გაანალიზების მხრივ ვერ იპოვება. იქნებ ადამიანებს სჭირდებათ მეტად ახსნა იმ სიკეთეების შესახებ მეტად უფრო საჯარო და უფრო მეტი საუბარი, თუნდაც ბაზარზე რაღაცა გამოგაქვს. ვინ ყიდის ჯერ პირველად ამ საკუთარი ის გამყიდველი, რომელიც ყველაზე კარგად მყიდველს აგებინებს იმ სიკეთეებს, ასიკეთეებიც არის დამახასიათებელი გასაყიდი პროდუქტისათვის. იქნებ ეს სიზარმაცის ბრალიც არის, ვისაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიიღო კიდევაც, იქნებ ცოტა ადრეც უნდა ეფიქრა იმაზე, რომ ეს სიკეთე, რომელიც ქუთაისის ბაზარზე უნდა გამოიტანო გასაყიდად და ქუთაისლებს გააგებინო, რომ ეს არის დიდი სიკეთე, რომელიც ხვალ შენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ წინსვლას უზრუნველყოფს ქალაქში, რომ ასე პუნქტებად უნდა ჩამოუყალიბო, როგორც გუშინ პრეზიდენტმა ჩამოწერა დაფაზე პირველი, მეორე, მესამე, იქნება ასე დაწვრილმანებულად, დაღეჭილად, ლუკმა უნდა მიაწოდო საზოგადოება. კი ბატონო, ანუ გეთანხმებით, რომ ხა ზოგადად ინფორმირების დონე, რა თქმა უნდა, დაბალია საქართველოში და ალბათ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც ესეცაა, თუმცა ჩვენ ყველა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცოტანი ვართ, მაინც ვცდილობთ, რომ გავიყოთ და ისე მივაწოდოთ საზოგადოებას, იქნება ეს მასმედიის მეშვეობით, იქნება სოციალური ქსელების მეშვეობით ინფორმაცია, რომ და ჩამოვწეროთ ის არგუმენტები, თუ რა დადებითი მხარე შეიძლება ქონდეს პარლამენტს ქუთაისში დარჩენას და მათთვისვე, ანუ თითეული აქტიური სტუდენტისთვის რატო უნდა იყოს ეს და ერთ ძალიან მოკლედ შეხე, იმიტომ რომ რაც თინიკომ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, მე პირადად ამას უპირისპირებ, რომ მე პირადად ქალბატონო ირინა იმერლიშვილთან მქონდა შეხვედრა, როდესაც მან მითხრა, რომ ლევან მიუთითად ვინ არის ირინა იმერლიშვილი არის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ხელმძღვანელი და უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური წევრი და მან ესეთი შეკითხვა დამისვა, იმიტომ მე ბუნებრივად დავსვამდი შეკითხვას უნდა დარჩეს, რატო უნდა იყოს ქუთაისში პარლამენტი და მან მითხრა ესე, რომ რა მოუტანაო ქუთაისო პარლამენტმაო ამ ორი თვის განმავლობაშიო და ზუსტად ჩამოაყალიბე პუნქტები და მინდა ვინც ამას გულში მაინც ფიქრობს, მათ გამცენ ამ კითხვებზე პასუხი და ეხლა პირველ რას მოუტანდა მაშინ, როდესაც ესე აქტიურად განიხილება პარლამენტის გადატანის საკითხი, მეორე რას მოუტანდა მაშინ, როდესაც არც ერთი ქუთაისელი პარლამენტში არ არის დასაქმებული და დაწყებული ყველაზე დაბალი თანამდებობები და უფროსი სპეციალისტი დამთავრებული ყველა თბილისელია წამოსული, მესამე პარასკევი დღეს 2 საათის მერე ვერცეთ თანამშრომელს პარლამენტში ვეღარ ნახავ, იმიტომ რომ უკვე სუნკებით არიან მოსული ბოდიში, ანუ წყალებში სუნკებით არიან მოსული, ხელჩანთებით, კი ბატონო, მოსული პარლამენტში და ესე რომ ვთქვათ, წასასვლელად არიან მზად თბილისში და მეოთხე პუნქტი, ბატონი უსუფაშვილი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, როგორც იურისტს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისშია არის ჯერჯერობით პარლამენტი, ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაღალი თანამდებობის პირებს მაინც იღებს თბილისში
მარიოტში, სასტუმრო მარიოტში და ეხლა ლოგიკურად ხო უნდა მივყვეთ და ხო უნდა მივიდეთ იმ პასუხამდე, რომ რა შეიძლება მან აღნიშნა კიდევაც ერთ-ერთ მისაჯარო გამოსვლაში რამდენიმე დღის წინ, რომ მე არალეგალურად მუშაობ საპარლამენტო მუშაობას ვეწევი თბილისში. ჩვენ ეხლა უნდა გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, სულ 2-3 წუთში ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ამ თემით ჩვენს რადიოს მსმენელებს. ქუთაისის სამკერვალო კომპანია იმერი სამუშაოდ იწვევს როგორც პროფესიონალ, ასევე კერვის შესწავლის მსურველებს დასაქმების პერსპექტივით. პირობების გასაგებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 22 54 99 22 07 08. მისამართი ლადო ასათიანის 119. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ნუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ ლიტრიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სილამაზის ცენტრი ელიტა გილოცავთ შობა ახალ წელს. ელიტა გთავაზობთ ტუჩის კორექციას, ბოტოქს, მანიკურს, კოსმეტოლოგისა და სტომატოლოგის მომსახურებას. ჩვენთან შეგიძლიათ გაიკეთოთ ტატუ, მასაჟი, აფრიკული ნაწნავი, სადღესასწაულო ვარცხნილობები. თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური შვარცყოფის წარმომადგენელი ქალთა და მამაკაცთა სტილისტები. სილამაზის ცენტრი ელიტა ასევე გთავაზობთ დახელოვნების კურსებს უახლესი მეთოდებით. გაიცემა ლიცენზია და სერტიფიკატები. მისამართი: ტიციან ტაბიძის 51 უნივერსიტეტის უკან. სილამაზის ცენტრი ელიტა. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. გსურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. დღისით მზისით რადიო ძველი ქალაქის ეთერში მოისმინე უცნაური და საინტერესო ამბები, მიიღე სასარგებლო რჩევები, გაეცანი ამინდის პროგნოზ და უსმინე გემოვნებიან მუსიკას. მანქანაში, ოფისში თუ სახლში. დღისით მზისით. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 10-დან შუადღის 2-მდე. დღისით მზისით ძველი ქალაქის ეთერში. ხელოვნება, როგორც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი, ყოველ შაბათს არტერიაში გაივლის. არტს, როგორც შეწყობილებას, დამტარი სჭირდება. არტერია, გადაცემა ხელოვნების ყველა სფეროზე. ყოველ შაბათს, დილის 10-დან. არტერია, ძველი ქალაქის ეთერში. რას უსმენენ ქალაქში? იმას, რაც ყველა ქალაქს თავისი აქვს. ეს ქალაქის მუსიკაა. FM 107.9. საუკეთესო მუსიკის ქალაქი. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ დავბრუნდით სარეკლამო ჭრიდან რადიო სტუდიაში. მინდა შევახსენოთ ჩვენი რადიოს მსმენელს, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი კოჭო ჩხეტია გახლავართ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა, როგორც უკვე კარგი ხანია დამკვიდრდა თითქოს ტრადიციასავით, ეს არის ყოველდღიურადაც ამ რადიოს ამ ფორმატში საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დატოვება არ დატოვების ძალზე საჭირო საკითხებზე საჯარო დისკუსიების ორგანიზება. ამ ჩვენი დღევანდელი თემის გასაშლელად სტუდიაში ჩვენ მოწვეული ყვანან პარლამენტის სტაჟიორები, ქუთაისელი წარმატებული ახალგაზრდები, ლევან ვეფხვაძე, ნინო იობიძე და თინათი მილორავა. ჩვენ შევჩერდით გავწყვიტეთ ჩვენი საუბარი, როდესაც თქვენ საუბრობდით იმ თქვენს პირად
სიკეთეების შეგრძნებაზე, იმ პირადი სამომავლო გეგმების განხორციელებაზე და ამ განხორციელების მეტ მომატებულ შანსებზე, რასაც იძლევა ქუთაისში პარლამენტის დატოვება. ეხლა ჩემი თხოვნა იქნება, ლევან, რა განწყობა თვით პარლამენტში პარლამენტარების მხრიდან, როგორც უმრავლესობის, ასე უმცირესობის წევრებიდან, ან ტექნიკური პერსონალის მხრიდან, რა განწყობა მათ უნდათ დარჩენა, არ უნდათ დარჩენა თუ ელოდებიან, როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ სახლთან ახლოს მიიჩოჩონ სამუშაო ადგილი. ანუ სახლთან ახლოს თან შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც ქალბატონი მე პირადად ყოველთვის ამ თემას წამოვწევ, იმიტომ რომ უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი ეკაბესელი, როდესაც აკეთებს პირდაპირ ანუ ინტერვიუში აძლევს ესეთ კომენტარს, რომ პარლამენტი იმიტომ უნდა გადავიდეს თბილისში, რომ ის ხალხთან იყოს ახლოს, პირადად ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის, ეს არის შეურაცხმყოფელი. და ნამდვილად და მე ჩავთვალე და მე სხვა ინტერპრეტირება მივეცი, ყოველ შემთხვევაში ვიგულისხმე, რომ ხო არ უნდა და ეთქვა, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა ხალხთან, არამედ სახლთან ახლოს. ესეთი რაღაც დამჭირ შტაბის. კი ბატონო, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ახლა ქალბატონი ეკა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატია, ცოტა გაურკვეველია ახლა თბილისში იქნება და იქნება ფოთის ხალხთან ინტერესო ფოთში რომ ყოფილიყო პარლამენტი, მაშინაც იგივე სიტყვა და მაგრამ როცა ჩვენი მაჟორიტარი დუმს, პირდაპირ სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით ვიტყვი, არ შეიძლება უმრავლესობის წარმომადგენელსაც იგივე არ გაჭირებოდა. ეხლა რაც შეეხება დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეხლა უმრავლესობის წარმომადგენლები და მათ შორის უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ქუთაისელია და აწერს ხელს ამის განხილვას, ყოველ შემთხვევაში მან როგორც დაგვაიმედა ჩვენ, ეს ზუსტად არ მახსოვს მის სახელდაგვარი, მაგრამ დაგვაიმედა, რომ მე ვხელი რომ მოვაწერი ამ განხილვასო, მათ უთხარი რომ თუ არ დამისაბუთებდენო, ისე ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო, ისე აღარ მოვაწერ ხელს და აღარ მივცემ ხმას ქუთაისთან პარლამენტის გადატანასო. არ ვიცი, ალბათ ერთი პოლიტიკაა უმრავლესობაში და შესაბამისად, ვინც ამისი წევრი უნდა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ხელ უნდა მოაწეროს და სწორედ ეგ მაინტერესებს, იგრძნობა თუ არა თავისუფლება თვით უმრავლესობის წევრების შიგნით, ანუ მე დარწმუნებული ვარ, გამორიცხულიც კი არის, რომ უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც დასავლეთ საქართველოსდან არიან, არ აწყობდეთ თუნდაც საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, მაგათაც რატომ არ უნდა უნდოდეს მაგათაც სენაკის მაჟორიტარს, ან მარტვილის მაჟორიტარს, ან ოზურგეთის მაჟორიტარს ძალიან ახლოს, მის სახლთან ახლოს, მისი სამუშაო ადგილის, მაგრამ ეს ერთი საკითხი, მაგრამ ისინი რას ფიქრობენ გულში, მაგრამ რამდენად არის გამოხატული პარლამენტში და დგას ის განწყობა თავისუფლებისა იმისა, რომ მათ შეიძლება როდესმე გააპროტესტონ, ასე ვთქვათ, მათი პოლიტიკური ლიდერების ეს გადაწყვეტილება და გარკვეულ წილად შეეწინააღმდეგონ კიდევაც და არ იქნეს მხარდაჭერილი პოლიტიკური ლიდერშიპის გადაწყვეტილება პარლამენტის თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ თავისუფლების სუნი ტრიალებს პარლამენტში. და სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ და უმრავლესობაში ეს თავისუფლების აზრი, როგორც მე ვხედავ, არ ტრიალებს, იმიტომ რომ არა, ნამდვილად არ არის. მე როგორც ვხედავ, ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მე ჩემს სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ. მე როგორც ახლა უმცირესობაში ვიცი, ნამდვილად ტრიალებს ის აზრი გარდა იმ დეპუტატებისა, რომლებიც მათ დაუშვათ მოაწერეს ხელი და გამოეყვენ ერთიან ნაციონალური მოძრაობის ფრთას. ამ გუნდში ვინც დარჩა, მე ვფიქრობ, რომ ტრიალობს ის გრძნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები თბილისიდან არიან, უმრავლესობა უმცირესობის გულისხმობ უმცირესობის უმრავლესობა, მაინც აფიქსირებენ აზრს, რომ ქუთაისში უნდა დარჩეს პარლამენტი, ასაბუთებენ, რომ ქუთაისი ძალიან განვითარებასაც მოუტანს, პარლამენტი ქუთაისის განვითარებასაც მოუტანს და ამ კუთხით მხოლოდ ერთი ქალაქი არ გვეყოლება, გვექნება განვითარებული და ეხლა მართალია აქ მეორე პრობლემაცაა, დაუშვათ დეცენტრალიზაციას ახსენებენ, მაგრამ მე დეცენტრალიზაციას ამ კუთხით ნამდვილად ვერ ხედავ. დეცენტრალიზაცია სხვა საკითხია, მაგრამ ის რომ ქუთაისი განვითარდება და მხოლოდ თბილისი არ იქნება ყველაფრის სათავე და მხოლოდ ელემენტარულად ყოველთვის თბილისს არ ახსენებენ, ეს ფაქტია, რომ ამას პარლამენტი შეძლებს ქუთაისში თუ დარჩა. და ამიტომ უმრავლესობაში ნაკლებად თქვენ კითხოთ ამისთვის ნაკლებად ხედავ ამ ფაქტს. რა განწყობა ტექნიკურ პერსონალში თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ სტაჟიორებს უფრო მეტწილად ურთიერთობები გაქვთ ტექნიკურ აპარატის თანამშრომლებთან. აი, რას პირად საუბრებში თუ წამოწდებათ თავიანთ საკუთარ განწყობებს პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. რა თქმა
უნდა ხა ეგ და არც მალავენ და არც არის დასავენ პირადად ჩემთვის მაგალითად უხერხული ემეზე საუბარი როცა ქართველი თბილისელი იქნება ის თუ ქუთაისელი რა მნიშვნელობა აქვს აპარატში მუშაობისას სიტყვის რომ რა გვინდოდა ჩვენ ქუთაისში და ასე შემდეგ აქვს ძალიან ისეთი კომენტარები ხანდახან რომ ჩვენ პირადად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ სტაჟიორები თუმცა არსებობს ისეთი ადამიანები რომც უპასუხო აზრი არ აქვს მათ აქვს თავიანთი შეხედულება უკვე ქუთაისში იქნებ გაბედოთ და შეეპასუხოთ არა ქონდა შემთხვევები როცა პასუხოთ მაგრამ არის რამდენიმე რომელთანაც მართლა იმდენად ჩამოყალიბებული არიან იმაში რომ ქუთაისში არაფერი არ ხდება აქ რა უნდათ ქარზე უხერხული ახლა ამას საუბარი მაგრამ ქარი ახლა მე მგონი ქუთაისელი ეს ბუნებრივი მოვლენა და ქუთაისი ესეთ გეოგრაფიულ პირობებშია და რაღაცა ეს თვითონ შენობაში ქარი ქრის შენობაში ქარი რა თქმა უნდა არ ქრის და არჩენობა არ გვენგრევა თავზე როგორც ამას ხშირად ამბობენ და არც დავამატებ სულით არ დამხუთვია როგორც ამბობენ რომ ვერ ვძლებდი ერთხელაც არ ანუ მიუხედავად რომ მიწევდა 10 საათიდან 6 საათამდე იქ ყოფნა და 7-მდეც ერთხელაც არ გამოვსულა კიდე უფრო სუფთა ჰაერია მე გარეთ იმას რომ ამბობენ სამშობლები რომ გავდივარ ცასუნთქად გარეთო მე პირადად არ ვიცი ან მე კარგი სუნთქვის ან რაღაცა ხდება მაგრამ ადამიანები დასკვნები გააჩნიათ რომ არ ვარგა კლიმატი ექსპერტის დასკვნა აქვს რომ შედარებით ანუ რამდენიც არის დასაშვები იმაზე ანუ რაღაც პრობლემა არის ტექნიკური არ ვარგა მაგრამ აპირებენ უნივერსიტეტის გახსნას აი სტუდენტები ვარგებს აი ეგ გაგწირავენ სტუდენტები ვარგებს კარგით ახლა ლევან მინდა შეგეკითხოთ თქვენ უნდა იყოთ ალბათ საქმის კურსში რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე არსებობს პარლამენტის დადგენილება რა დადგენილება ეს რა სამუშაო ჩაატარა კომისიამ და თუ არ ვცდები იყო გუშინ განხილვა რომელიც რაღაც კონფლიქტური სიტუაციით დასრულდა ზუგდიდში და ხვალ მგონი კიდე რაღაც ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ და შემდეგ უნდა დავამთავროთ ძალიან მოკლედ გეტყვით კი ბატონო სწორად ბრძანეთ ეს პარლამენტის დადგენილება მიიღო რომ შექმნილიყო კომისია რომელიც გამოაქვეყნებდა საკონსტიტუციო ცვლილებებს რაც ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და შემდეგ მოხდებოდა მათი საჯარო განხილვა ეხლა რაც შეეხება გამოქვეყნებას ნამდვილად გამოქვეყნდა ეს ცვლილებები ეს არის მოკლედ ვიტყვი ორი საკითხი პირველი დგას დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილება ეს არის რომ უკვე საქართველოს კონსტიტუციით აღარ დარეგულირდეს საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა და ეს რეგლამენტით დარეგულირდეს და მეორე საკითხი არის რომ უკვე პრეზიდენტს შეუზღუდონ უფლება დაითხოვოს მთავრობა და ამ შემთხვევაში მას ეს უფლებამოსილება არ უნდა კონდეს პრეზიდენტს. ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მიუხედავად იმისა ორივე კონსტიტუციის ცვლილება მაინც დგას დღის წესრიგში ეს არის საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი. გეთანხმებით გუშინ ჩატარდა ზუგდიდში ანუ საჯარო განხილვა სწორედ იმას გულისხმობს რომ ისა საჯარო და ყველა ადამიანს მათ შორის არასამთავრობო წარმომადგენელია თუ ჩვეულებრივი ერთი რიგითი მოქალაქე. თუ ხომ არ ხარ საქმის კურსში ტელევიზიებმა გააშუქეს ის კონფლიქტური სიტუაცია რაღაც მე ვერ მიმიწვდა ხელი. კი ბატონო გააშუქეს მე პირადად ანუ ეს იყო რომ როდესაც ბატონი ხა ზუსტად მახსოვს ანუ კურიერს უყურებდი როდესაც ბატონი აკაკი ბობოხიძე გამოვიდა საპირე ანუ მათ საწინააღმდეგო პოზიციით რომ და მან დააფიქსირა და მათ შორის მიმართა იგივე ხა ზუგდიდსაც ნამდვილად უნდა აწყობდეს უბრალოდ ბოდიში სამეგრელოს რეგიონს უნდა აწყობდეს რომ დასავლეთში იყოს საქართველოს პარლამენტი უბრალოდ კერძოდ ქუთაისში იმიტომ რომ ეს მარტო ქუთაისის განვითარებას არ შეუწყობს ეს მთელი დასავლეთ საქართველოს და მე მგონი მთლიან საქართველოსაც შეუწყობს ხელს რომ ხოლმე ერთ ქალაქზე არ ვიქნებით დამოკიდებული და მაშინ იყო რომ ოდესაც ბატონი აკაკი ტოვებდა დატოვა ეს შეხვედრა მაშინ იყო საზოგადოების მხრიდან ალბათ არ ვიცი ვინ იყო ალბათ ოცნების აქტივისტები რომლებმაც მიაყენეს მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფაც და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს დარბაზში თუ გარეთ როდესაც დატოვა დარბაზში როგორც ვიცი როგორც ჩანდა იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ხოლო გარეთ უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა მათ შორის ფიგურირებდა ცოცხიც და ბოდიში და კვერცხიც კი იყო რაღაც მომენტში მაგრამ ეს არის მე თვლი ესა სირცხვილი იმიტომ რომ ეს არ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამე კონფლიქტური სიტუაცია ეს არ იყო გამოწვეული ხო? არა ეს ალბათ უფრო იყო პარტიულობის თვალსაზრისით თუმცა ვიცი რომ
რომ ამას ამ ცვლილებებს უმცირესობა არ უჭერს მხარს და ბატონი აკაკი ბობოხიძე იყო ერთადერთი ინიციატორი, რომ ქუთაისში უნდა გადმოეტანათ პარლამენტ და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ადამიანი რა თქმა უნდა ყოველთვის აფიქსირებს არგუმენტებს და იქაც დააფიქსირა, რომ რატო უნდა დარჩეს ქუთაისში პარლამენტი, ხოლო რაც შეეხება ხა მოკლედ შეეხება ხვალ არის განხილვა 17-ში 2 საათზე სასტუმრო ბაგრატში, თუმცა მე მაეჭვებს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, რაც ბატონმა ზვია ძიზიგურმა განაცხადა, რომ ფორმატი უნდა შეიცვალოს. მე არ ვიცი რას გულისხმობ ფორმატის შესვლაზე და იმედი არ გულისხმობ, რომ ეს შეხვედრებით ახურული უნდა იყოს, იმიტომ რომ მე პირადად აუცილებლად ჩავერთვები და მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში კომისია თვითონ საჯარო განხილვა და დიახ, ესეც ხო საქმე არის საჯარო განხილვა, ანუ საყოველთაო სახალხო განხილვა სათაურშივი არის. კი ბატონო, უნდა მოისმინონ ეს რეჟიმი უნდა უზრუნველყო ხვალინდელ რა თქმა უნდა და მე ასევე მოუწოდებ ყველა ქუთაისელს, აბსოლუტურად ყველა ქუთაისელს და არ ვიტყვი რომ ვისაც შეგტივათ ან არ შეგტივათ პარლამენტის დარჩენაზე საკითხზე მობრძანდით, ვისაც განსხვავებული პოზიცია გაქვთ რომ არ უნდა დარჩეს. ეს არის 2 საათზე ხვალე 17 იანვარს სასტუმრო ბაგრატში, სადაც განიხილება ეს ორი საკითხი, ქუთაისის მდგომარეობის გადაწყვეტა და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა. ნინო თქვენს გეძლევათ შანსი რომ მოუწოდოთ თქვენს დავამატებთ რამეს, რომ საქართველოს ეს არის ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც რაც უფრო მეტი ორგანო ექნება დაატვირთული და ისე მოქმედი როგორც საჭიროა, ესენი არიან მის ქალაქები, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ეს ორგანიზმი იქნება ჯანმრთელი და ნორმალურად იფუნქციონირებს. ასე რომ ხვალ ყველა ქუთაისელს, ყველა იმ ადამიანს არა ქუთაისელს, რომელიც არის დაინტერესებული ამ საკითხის, ჩვენი ქვეყნის და ქალაქის განვითარებით, მობრძანდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ვინაიდან მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს და გადავდოთ გვერდზე ეს ჩვენი პასიურობა, რაც ასე გვახასიათებდა და გვახასიათებს დღესაც და ყველა მივიდეთ ჩვენი თავის მაგივრად და ყველა ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო. მეც ასევე დავამატებდი თქვენს მოწოდებას, იმას რომ სხვათა შორის აქ სადღაც ერთი თვის წინ გვყავდა მოწვეული პარლამენტარები, მათ შორის ბატონი გოგა ხაჩიძე და გოგა ხაჩიძემ თქვა, რომ კი მართალია ეს ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტის ინიციატივა იყო და დღეს ჩვენ რა თქმა უნდა უჭერთ მხარს, მაგრამ ეგ საკითხი, როდესაც დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, მხოლოდ ჩვენს კისერზე, ანუ ნაციონალური მოძრაობის კისერზე დაგიდებული საკითხი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს თქვენს კისერზე, ქუთაისლების კისერზე, აი თქვენ უნდა. არა მარტო ქუთაისლების, ასე რომ მთელ საქართველოს თხოვთ დახმარებას. ფული აი ხა მოხოთ მაგათაც სამეგრელოდან, აჯარიდან, რაჯალეჩხუმიდან. ქუთაისისთვის არ არის ეს პარლამენტი არის სრულიად პოლიტიკურ შეხვედრაზე ძალიან რთულია მათ გაუჭიდება ზამთარია რაღაც, მაგრამ ჩვენ ქუთაისში შედარებით ახლო მდებარე 180,000 ცხოვრობთ მგონი ქუთაისში ამჟამად. 100,000 ხო ვართ, 100,000-დან 1000 კაცი მობილიზება არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ქალაქის საჭირბოროტო საკითხების განხილვა ხდება ქუთაისში. კარგი, გქონდეთ. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს, რომ გვისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.